სანამ გაგრაში წამიყვან მანამდე აი ნახე წვიმა რო იყო მე ეს არ ვიცოდი მაგრამ 12 გრადუსია ეს არც თუ ისე სანერვიულოა სოხუმში გახლავთ 11 გრადუსი და ასევე წვიმა ჩემოძვირფასებო ზუგდიდშიც 11 გრადუსი გახლავთ წვიმიანი დღე მესტიაში თოვლსაც ელოდებიან 4 გრადუსის თანხლებით ფოთში ასევე წვიმა გახლავთ და 13 გრადუსი ბათუმში 14 გრადუსი და წვიმიანი ბათუმი გელოდებათ. ოზურგეთშიც ასევე მგონი სრულიად საქართველოში წვიმს 12 გრადუსთან ერთად. ქუთაისში 11 გრადუსი ასევე წვიმიანი ამუნდი. ამბროლაურში 7 გრადუსი წვიმის თანხლებით. ახალციხეში ასევე ღრუბლიანი დღე წვიმა და 7 გრადუსი გელოდებათ. ბორჯომშიც წვიმაა და 5 გრადუსი გელოდებათ. ასევე ბაკურიანში უკვე თოვლი და 3 გრადუსი, თუმცა მინუსი არ არის, 3 გრადუსია. გორში ასევე წვიმა და 10 გრადუსი. ცხინვალში 7 გრადუსი გელოდებათ წვიმასთან ერთად. სტეფანწმინდაში თოვლს უნდა ველოდოთ 3 გრადუსთან ერთად. გუდაურში -1 და თოვლია სრიალის მოყვარულებისთვის. თელავში უკვე მოღრუბლული ამინდი და სრულად 15 გრადუსი გელოდებათ 15 გრადუსი გელოდებათ ასევე რუსთავში და დედაქალაქში 14 გრადუსი მოღრუბლულ ამინდთან ერთად. მადლობა სალომე. ანუ დედაქალაქში არ იწვიმებს, თუმცა ძალიან ბევრ ქალაქში იწვიმებს, ასე რომ მაგრამ მოღრუბლულია დედაქალაქში. სმელი მაინც აი როგორ გამოიყურება ჩემი საყვარელი კადრია, მოიცოდეთ მაინც, დავაპატენტე როგორც ჩემი საყვარელი კადრი.